11 წელი ვიყავი კომუნისტურ ციხეში. კომუნისტური ციხე არის ეშვაკური ლაბორატორია, რომელშიც მათ სურდათ პიროვნების გარდაქმნა. ეს არ არის მხოლოდ წამების ადგილი, რადგან ფიზიკური წამების ატანა შეიძლება ეკლესიის მოწამეების მსგავსად და რა თქმა უნდა შეიძლება მოკვდე კიდეც. მაგრამ მათ ჰქონდათ მეთოდი, ამყოფებდნენ ფსიქოლოგიურ სტრესში, ზღვარზე ნორმალურსა და არანორმალურ შორის. ჩემი პატიმრობის 11 წელი არ მინახავს ფანქარი, ფურცელი, წიგნი, არაფერი, რადგან მათ სურდათ, რომ განსაკუთრებით ინტელექტუალები დამსხავსებოდნენ მხეცებს. მაგრამ ეს ასე არ მუშაობდა. მე პირველი 3 წელი ვიყავი სამარტყო საკანში. პირველი 6 თვე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. ვიყავი ყველანაირი პერსპექტივის, ჰორიზონტის, ყველგვარი გასახედი ადგილის გარეშე. მხოლოდ 4 კედელი იყო ჩემ გარშემო და სადმე ხომ უნდა წავსულიყავი. ეს იყო ჩემი მოქცევა. მე შევედი შიგნით საკუთარ თავში, რადგან თქვენ იცით, დასავლურ სამყაროში ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული კოსმოლოგიური ცოდნა. ჩვენ გავდივართ გარე სივრცეში, ჩვენს გარეთ. ყველაფერი, რაც ჩვენ გამოვიკვლიეთ, არის ჩვენს გარეთ. მაგრამ რაც შეგეხება შენ, რაც შეეხება ამ შიდა სამყაროს, ეს არის ადამიანის პიროვნება. ჩვენ მას სულს ვუწოდებთ ქრისტიანული ტერმინით. ის არის უსასრულო როგორც ატომი. წმინდა პავლე მოციქული ამბობს კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეს მე-6 თავში. თქვენ ხართ ცოცხალი ღმერთის ტაძარი, რადგან ღმერთი ცხოვრობს თქვენში. ღმერთი არ არის მატერიალური, ან განსაკუთრებულ ადგილას. ჩვენგან გამოყოფილად სადღე კუთხეში. ჩვენ გვჭირდება ეს გამოცდილება და ეს ჩემთვის პატიმრობა იყო. მე არ ვუყურებ პატიმრობას მხოლოდ უარყოფითი კუთხით. ეს იყო გამოცდილება, რომელიც ღმერთმა მომცა. რომ მეპოვა საკუთარი თავი, მე ვიყავი თეოლოგი, მე ვიყავი მღვდელი. მე ვიყავი ვერი და მრცხვენია იმის თქმა, რომ ჩემი ღმერთი იყო წიგნის ღმერთი, მაგრამ ღმერთი, მისი ცხოვრება, მისი პირადი გამოცდილება არის შენ ცხოვრობ თუ არა ღმერთით. შეიძლება ბიბლიას ზეპირად იცოდე და შენ არ იცოდე ჭეშმარიტი ღმერთი, თუ არ გაქვს ეს გამოცდილება. მე ვფიქრობ, სასულიერო პირებისთვის, ყველა პირისთვის სამარტყო საკანი მშვენიერი იყო. უპირველეს ყოვლისა ძნელი იყო პირველი 6 თვის გავლა, როდესაც, რა თქმა უნდა, ღმერთს უფალს ეკითხები, რატომ მე, რა გავაკეთე, რით დავიმსახურე. ისინი დღეში 2-ჯერ მოდიოდნენ, რომ საჭმელი მოიტანათ იქ, მაგრამ მთელი დრო შენ მარტო იყავი და მე ვიპოვე ციხეში ღმერთი. მე დავიბადე მართლმადიდებულ ქრისტიანულ ოჯახში, მაგრამ თქვენ იცით, მხოლოდ გარეგანი ნაწილი არ არის საკმარისი. აუცილებელია, რა თქმა უნდა, საიდუმლოებები, საეკლესიო ლიტურგიები, რომ ეკლესიაში ყოველ კვირას წავიდეთ. მაგრამ ამაზე მეტი გვჭირდება. გვჭირდება ღმერთის პირადი გამოცდილება, რომელიც მხოლოდ ჩვენია. არ შეგიძლია ყველას ერთი და იგივე რეკომენდაცია გაუწიო, რადგან თითოეულს აქვს საკუთარი გამოცდილება ღმერთში, თავისი მეთოდი. ღმერთმა შექმნა თითოეული განსხვავებულად. თითოეული არის სამყარო, ამიტომ პატიმრობა დამეხმარა ამაში, რომ მე ვიყოვე ღმერთი ჩემში, შიგნით, არა სხეულში, რადგან ის სარიელია. თუმცა ჩვენ ვამბობთ ღმერთი ჩვენს გულში არის, არ გულისხმობთ ფიზიოლოგიური გაგებით, არამედ ღმერთი არის ჩვენი პიროვნების სიღრმეში, რომელიც მარადიული ატომის მსგავსია და რომელშიც უნდა შეიგრძნო ღმერთი. ასე რომ, თუ გინდა ღმერთის ნახვა სულიერი თვალით, აუცილებლად ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გამოცდილება, ჩავიხედოთ საკუთარ თავში.